მოგესალმებით Redline-ის მაყურებლებო, მე ვარ ჟურნალისტი ბექა პატურაშვილი და დღეს ვაპირებრავ თქვენთან ერთად მიმოვიხილო ის დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა, რაც ეხება ევროკავშირის მორიგ გეგმას, რომელიც მიმართული არის ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის მიმართ და ეს გულისხმობს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას. ვისაუბროთ ერთად თუ რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება, რა არის ამის პოლიტიკური საფუძველი და პოლიტიკური შედეგები და ცხადია უნდა ვისაუბროთ იმაზე თუ რა პოლიტიკას ირჩევს კვლავ ქართული ოცნება. ისინი განაგრძობენ იგნორის პოლიტიკას, ჩვენ თუ ვისმენდით ამ დრომდე რომ მერე რა თუ სტრატეგიული პარტნიორობა აღარ გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მერე რა თუ ბრიტანეთმაც დაახლოებით იგივე გადაწყვეტილებები მიიღო, მერე რა თუ ამერიკამ დააწესა გარკვეული სანქციები და მუშაობს კვლავ სამომავლოდ სანქციებზე, მერე რა მოხდა და არაფერი შავდება იმით თუ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დააწესეს სანქციები. ამ შემთხვევაში ამ ევროკავშირის მორიგ დაგეგმილ ნაბიჯთან მიმართებაშიც, რომ დიპლომატიურ პასპორტებზე დაწესდეს სავიზო რეჟიმი, მოვისმინეთ დღეს ირაკლი კობახიძისგან, რომ არც არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ეს პრინციპში ჩემთვის აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო და მოდით გავარჩიოთ ეს განცხადება. აქ იყო ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ერთი ის, რომ დღევანდელ ბრიფინგზე მან თქვა, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს, თუ გარკვეულწილად დაბრკოლებები შეიქმნება და ვიზის აღება მოუწევს ვინმეს, მან არ ისაუბრა პოლიტიკურ სიმძიმეზე, აი ამ გადაწყვეტილების და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც იყო, ის შეეცადა წაეშალა ზღვარი პოლიტიკურ გუნდსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის, მეტიც მან პირდაპირ გააკეთა ასეთი შეფასება, რომ ეს არის ევროკავშირის მხრიდან არ დაგეგმილი მორიგი არამეგობრული ნაბიჯი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და აი სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები უწყობს ხელს იმას, რომ საქართველოში მოქალაქეების დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ და საქართველოს მოქალაქეების ნდობა ევროკავშირის სტრუქტურების მიმართ პერიოდულად მცირდება. აი ასეთი შეფასება შემოგთავაზა, ასე მონათლა ეს საკითხი. მოდით მოვისმინოთ განცხადება და შემდეგ უკვე დაუბრუნდეთ უკვე კონკრეტულად ციტატების განხილვას. ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც გასცა საბჭომ, უკავშირდება დიპლომატიური პასპორტის ფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების პროცედურის დაწყებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეკომენდაციასაც არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, ის უნდა შეფასდეს როგორც ერთნიშნულად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც საერთოდ უნდა ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში. ზუსტად ასეთი გადაწყვეტილებების შედეგია ის, რომ ევროპული სტრუქტურები ქართული საზოგადოების აღქმაში მუდმივ დევალვაციას განიცდიან, რაც არის სერიოზული პრობლემა. თქვენ იცით, რომ ცოტა ხნის წინ ჩატარდა ევროკავშირის მიერ ევრობარომეტრის კვლევა, რომლის თანახმადაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ევროპული სტრუქტურების მიმართ ნდობა საქართველოში არის შემცირებული 6%. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ზუსტად ასეთი გადაწყვეტილებები ამცირებს ქართული საზოგადოების ნდობას ევროპული სტრუქტურების მიმართ. საუბარია იმაზე, რომ სავიზო შეზღუდვა შეიძლება იქნას შემოღებული დიპლომატიურ პასპორტზე. ეს ნიშნავს ეს მას განიცდის, რომ ვერ შეხვდა დიპლომატიური პასპორტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ვიდრე წახვალ ევროპულ ქვეყანაში, უნდა შეიტანო განაცხადი ვიზაზე, ჩაგირთმევენ და წახვალ შესაბამის ევროპულ ქვეყანაში. ამაზეა საუბარი. შეიძლება ქონდეს ადამიანს დიპლომატიური პასპორტიც, ჩვეულებრივი პასპორტიც და შეიძლება ორივესთან მიმართებით მოუწიოს სავიზო განაცხადის შეტანა. ხო, შეიტანს ვიზაზე განაცხადს, ჩაუყოვენ ვიზას და წავა ევროპულ ქვეყანაში. და თქვენ ამაში პრობლემას ვერ ხედავთ და გქონდათ, რომ ესეც სიმბოლური აქტია. ქონდა პატარა დისკომფორტი არის, მაგრამ არ აულებელს. პატარა დისკომფორტი არისო, ირაკლი კობახიძე გვეუბნება, თუ საბოლოოდ იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული და დიპლომატიურ პასპორტის მქონეებს მოუწევთ ვიზის აღება. მოდით უფრო ცხადი რომ გავხადოთ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება რას ნიშნავს, შევეხოთ რამდენიმე გარემოებას და იმას პრინციპში რაც თვითონ ირაკლი კობახიძემ არ თქვა. რეალურად ეს არის ძალიან მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება, კონკრეტულად მიზანმიმართულად გაკეთებული პოლიტიკური გუნდის მიმართ და არა საქართველოს მოქალაქეების მიმართ. იცით თქვენ ამაზე იყო დიდი პოლიტიკური მითქმა-მოთქმა, რომ იქნებოდა თუ არა უვიზო რეჟიმის შეჩერება საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ევროპელმა პოლიტიკოსებმა აი ამ ნაბიჯით ძალიან ცხადად თქვეს, რომ მათი მიზანი ამ შემთხვევაში არის საქართველოს მართველი პარტიის გადაწყვეტილებებზე პასუხი, მათ ქმედებებზე რეაგირება და მათი მიზანი არ არის, რომ დასაჯონ, ასე ვთქვათ, ქართველი ხალხი, ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ეს პრივილეგია მინიჭებული, რომ იმოგზაურონ ევროკავშირში ჩვეულებრივი პასპორტებით ვიზების გარეშე. ამ შემთხვევაში ისინი აი ამ გადაწყვეტილებით, რომელსაც ამზადებენ, ამ პოლიტიკურ გუნდს ეუბნებიან, რომ ეს არის მათი მხრიდან იმის დემონსტრირება, რომ არ განიხილავენ პარტნიორებად და ხელიდან აცლიან პრივილეგიას. ანუ თუ შენ ხარ ჩემი პარტნიორი სახელმწიფო და ჩემი მეგობარი ქვეყანა და რეალურად მე ვხედავ იმას, რომ შენ მიილტვი გაცხადებული გეგმისკენ, რომ უნდა გახდე ევროკავშირის წევრი და ჩვენ ამ საკითხზე ვართ პარტნიორები, მაშინ რატომ უნდა მოგიხსნა შენ მე მოცემული პრივილეგია, ხო? ამ შემთხვევაში ეს ნაბიჯი ცალსახად აი ამას ნიშნავს, რომ ხელიდან აცლიან პრივილეგიას და ეს გაცილებით მეტია იმაზე კონკრეტული ადამიანი, კონკრეტული პოლიტიკოსი ტექნიკურად როგორ შეძლებს ევროკავშირის სივრცეში შესვლას და რომელი პასპორტით. თუმცა, თუნდაც აი ამ ნაწილზეც რო ვთქვათ, რაც ეხება აი მაგალითად მიდის ახლა მსჯელობა, რომ თუ დიპლომატიურ პასპორტზე იქნება შეზღუდვა, მათ ხომ აქვთ ჩვეულებრივი მოქალაქის პასპორტები და იქნება აი ამ მოქალაქის პასპორტით ჩვეულებრივად შეძლებენ შესვლას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი საკითხი, მნიშვნელოვანი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმცა აქაც წავიკითხე მე არაერთი ანალიზი ამასთან დაკავშირებით, სადაც გამოითქვა ძალიან აზრთან ახლოს და ლოგიკური მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ასეთი პოლიტიკოსი ჩვეულებრივი პასპორტით დააპირებს შესვლას რომელიმე ქვეყანაში, იქ ნებისმიერ მესაზღვრეს რომელმაც პირობითად ვინმე ნიკოლამ, რომელმაც საერთოდ არ იცის ვინ არის რომელიმე პოლიტიკოსი, ვისაც ეს შეზღუდვა ეხება, მას უბრალოდ სისტემაში უვარდება, რომ ამ ადამიანს აქვს ორი პასპორტი, ერთი არის ჩვეულებრივი მოქალაქის, მეორე არის დიპლომატიური და ხედავს, რომ ეს დიპლომატიური პასპორტი არის გაწითლებული და ადევს სანქცია. აი აქ უკვე ჩნდება დამატებითი კითხვები ბუნებრივად და არ არის გამორიცხული, რომ ასეთ შემთხვევაში ცალკე გამოიკითხოს ეს პირი, რატომ დაუწესდა ეს სანქცია, რა იყო ამის წინაპირობები და შესაძლოა სულაც არ არის გამორიცხული, რომ აი ამ მსჯელობის მიხედვით სულაც არ არის გამორიცხული, რომ ვინმე უბრალოდ უთხრას უარის ჩათვალოს ის საეჭვო პირად და სულაც არ შეუშვას ქვეყანაში. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი მაინც რჩება ის, რომ ამ პირებმა თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება, შეიტანონ განაცხადები ვიზაზე და იქაც შემოდის კითხვა, რამდენად მარტივად მოახერხებენ ვიზის აღებას და ეს უკვე კონკრეტული ქვეყნების ნებაზე იქნება დამოკიდებული და რომ დაუბრუნდეთ აი ამის შეფასებას იმ ნაწილში, რომ ტვირთი გადაიტანა ქართულმა ოცნებამ საქართველოს მოქალაქეებზე და განაცხადა დღეს ირაკლი კობახიძემ, რომ ეს არამეგობრული ჟესტია და ეს პირდაპირ ეს და მსგავსი სხვა გადაწყვეტილებები აისახება იმაზე, რომ საქართველოში მოქალაქეების განწყობები იცვლება ევროკავშირთან მიმართებით. ეს არ არის ახალი, ეს არ არის მხოლოდ დღეს გაკეთებული განცხადება და ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო თითქმის 2 წლის განმავლობაში პირდაპირ თუ ირიბად მსგავსი შინაარსის განცხადებები ისმის და მთელი კამპანია არის წამოწყებული იმასთან დაკავშირებით, რომ გაჩნდეს რაღაცნაირად ესეთი უარყოფითი აღქმები ევროკავშირთან და იმ სიკეთეებთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციას უკავშირდება და აი ამ კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი არის ასევე ის, რომ როდესაც კი შანსი ეძლევათ ხოლმე, ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ ეს ორგანიზაცია განიცდის უკუსლას, მისი სტრუქტურები არ არის ეფექტური და ის ჩვენ რაც გონია რომ იქ ხდება, რეალურად ესე არ არის, მათი ეკონომიკა ჩამოქცევის პირას არის, მათი პოლიტიკური სისტემა არის გაუმართავი და თვითონ ამ ევროკავშირის წამყვან სახელმწიფოებს აქვთ უმძიმესი შიდა პოლიტიკური კრიზისები და სულაც არ უნდა გქონდეს ის წარმოდგენები,
რომელიც მათი შეფასებით გადაჭარბებულია ევროკავშირში ჩვენს ინტეგრაციასთან მიმართებით, რომ იქ რაიმე განსაკუთრებული სიკეთები არსებობს. დღესაც მოვისმინეთ ეს შესაძლებლობა ისევ არ გაუშვა კობახიძემ ხელიდან და მოვისმინეთ აი ამ ბრიფინგზე შემდეგი განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ სწორედ აი ასეთ კრიზისში მყოფი სახელმწიფოები ახლა იცლიან საქართველოსთვის და ცდილობენ, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და ჯგუფების მხარდამჭერი მიზნებისთვის იმოქმედონ. ნახოთ ეს ნაწილიც. თქვენ იცით, რომ ევროპა და ევროკავშირი კონკრეტულად დღეს ძალიან რთული გამოწვევების წინაშე ხედავთ რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში, არის პოლიტიკური კრიზისი არაერთ ქვეყანაში ევროკავშირის მასშტაბით, კრიზისია ევროკავშირის ორ წამყვან ქვეყანაში, ეს არის გვეხსენება საფრანგეთი და გერმანია ერთმანეთის მიყოლებით. ჯერ მაკრონის, შემდეგ შულცის თავრობებს გამოაცხადეს უნდობლობა შესაბამისი ქვეყნების პარლამენტებმა. არის ქვეყნები, სადაც ძალიან მყიფე კოალიციებია შექმნილი, სადაც გამარჯვებული პარტიები ვერ ახერხებენ თავრობის ფორმირებას. არის უმძიმესი მდგომარეობა უკრაინაში და სირიაში, რაც არის რა თქმა უნდა ევროკავშირის პრობლემაც და არის ეკონომიკური სტაგნაცია მთელი ევროკავშირის მასშტაბით, ზოგიერთ შემთხვევაში რეცესიასთანაც კი, ანუ ეკონომიკურ შემცირებასთანაც კი გვაქვს საქმე. ასე დროს, როდესაც კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები საქართველოს შანტაჟისთვის იცლიან და უკვე ჩავარდნილი მაიდანის მხარდაჭერას ცდილობენ, ეს არის რბილად რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, გაუგებარი. ჩავარდნილი მაიდანი არ არის ახალი, წინა ვიდეოებშიც არაერთხელ ვისაუბრე აი ამ PR სტრატეგიაზე, რომ ისინი ცდილობენ წარსულ დროში ილაპარაკონ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით და ამას უწოდონ დალექონ ეს აზრი საზოგადოებაში, რომ ეს არის დასრულებული პროცესი. დღეს კობახიძე ამბობდა, რომ მხოლოდ 800 კაცი გამოსულა გუშინ ქუჩაში მაგალითად, ეს თავების თვლაც გრძელდება და მუდმივად ისინი ცდილობენ, რომ მიაწერონ ეს ყველაფერი პოლიტიკურ პარტიებს და საუბრობენ იმაზე, რომ წლების განმავლობაში დასახული გეგმაა, სადაც მთავარ მიზანს წარმოადგენს მთავრობის გადატრიალება და არაფერი საფუძველი აი ამ პროტესტს სხვა საფუძველი არ გააჩნია. ისინი მუდმივად ცდილობენ, რომ აი ეს სიმძიმე გადაიტანონ არა თავისივე პოლიტიკური გადაწყვეტილებებისკენ, რომელიც იყო მათ შორის პიკი 28 ნოემბრის განცხადება, რომ 2028 წლამდე საქართველოს უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის თვალსაზრისით რაიმე ნაბიჯის გადადგმაზე, არამედ იმაზე, რომ აი არჩევნებამდე ვინმე აპირებდა რევოლუციას და ეს გადაწყვეტილება არაფერ შუაშია და მათი რადიკალების ესეთი გეგმის აღსრულებასთან გვაქვს ახლა საქმე. აი ამ პროცესში დღესაც ვიხილეთ ეს წარსულში ლაპარაკი ერთი და მეორე ის, რომ კობახიძეს კიდევ ერთხელ ჰქონდა მცდელობა, რომ ესე დემონსტრაცია გაეკეთებინა, თითქოს ის არის ღია ადამიანებთან საუბრისთვის, ჩვეულებრივ ადამიანებთან საუბრისთვის, რომლებიც მისი აზრით შეცდომაში არიან შეყვანილი და უმიზნოდ დგანან ქუჩაში, არც იციან რას ითხოვენ, მზად არის საუბრისთვის და ეპატიჟება ამ ხალხს თავრობის ადმინისტრაციაში. მოდით მოვისმინოთ ეს განცხადებაც. ახლა როდესაც შანტაჟის გადამწყვეტი ფაზა დასრულდა, მაიდანი ჩავარდა, კიდევ ერთხელ თავაზობ ყველა გულშრდილ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს კითხვები, გამართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ ფორმატში. ეს ჩვენი შეთავაზება რჩება ძალაში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს ჩვენს წინაშე, ეს არის მათ შორის პირველ რიგში ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება ჩვენს ქვეყანაში, ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება არის შესაძლებელი მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით, სოციალური დისკუსიით, აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო ყველა გულშრდილ ადამიანს, რომელსაც აქვს კითხვები, რომელსაც აქვს საკუთარი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, გამართოთ ნებისმიერ ფორმატში საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია. ეს იყო ბოლო მონაკვეთი, რომელიც დღეისათვის მოვინიშნე და რატომ? ანუ ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გვაქვს სახეზე მცდელობა, რომ აი ამ ვითომ დიალოგის შეთავაზებით საზოგადოებასთან ირაკლი კობახიძემ მიიღოს მისთვის ძალიან სასურველი რამ. ლეგიტიმაციის აღიარება. ის მაგალითად წინა რამდენიმე ბრიფინგის დროს, როდესაც
პოლემიკაში შევიდა რამდენიმე ჟურნალისტთან, ახსენებდა ესეთ ფრაზას, რომ ჯერ მაღიარე რომ მე ვარ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და შემდეგ ვისაუბროთ, შემდეგ გაგცემ პასუხს კონკრეტულ კითხვაზე. აი ეს დეტალიც და სხვა არაერთი, რაც აი ამ ლეგიტიმაციის თემას უკავშირდება, ძალიან საგულისხმო არის და ახლაც ყოველ შემთხვევაში აი ამ განცხადებაშიც მე პირადად ეს ამოვიკითხე, ეს გათვლა, რომ მას სურს მიიყვანოს მთავრობის ადმინისტრაციაში ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დგას საპროტესტო აქციებზე და შემდეგ თქვას, რომ თქვენ მოხვედით აქ, იმიტომ რომ მე ვარ ლეგიტიმური პრემიერ-მინისტრი და თქვენ აი ამ ნაბიჯით, რომ ჩემთან შემოდიხართ დიალოგში, აღიარებთ აი ამ ყველაფერს და ეს ძალიან კარგია და შემდეგ უკვე შედეგი დადგეს ის, რომ გამოვიდეს და თქვას, რომ აი ჩვენ ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან, პრემიერ-მინისტრის აპარატთან, სამთავრობო გუნდთან, ხალხი საუბრობს, ჩვენ მზად ვართ მათ მოусმინოთ და გადავჭრათ საკითხები და ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ აი ყველაფერი დასრულდა, ჩვენ უკვე დიალოგის რეჟიმში გადავედით და ის, რასაც ყოველდღიურად ისედაც იმეორებენ, რომ ევრომაიდანი არ შედგა, უბრალოდ ხო, ეს ნაცმაიდანი არ შედგა, კიდევ ერთხელ დადასტურდეს აი ამ კონკრეტული ფაზის ცვლილებით, რომ ჩვენ ვესაუბრებით დიალოგში ვართ ვინმესთან. აი ეს ამოცანები იკითხებოდა დღევანდელ ბრიფინგზე. გამოგვიწერეთ, მადლობა რომ თვალს გვადევნებთ და შეგიძლიათ დისკუსია განაგრძოთ კომენტარებში, საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებების მოსმენაც. ნახვამდის.